სალესილე მანქანის მომზადება და ექსპლუატაცია. PFT სალესილე მანქანის მომზადებას და ექსპლუატაციას განვიხილავთ G5-ის მაგალითზე. მომზადება იწყება მანქანის შემრევზე შნეკების წყვილის დამაგრებით. შემდეგ მოვაწყოთ შემრევის სპირალი შემრევში. შევაერთოთ დენზე შემრევის ძრავა, ტუმბო და კომპრესორი. საჰაერო შლანგი შევაერთოთ მართვის ბლოკზე განლაგებულ კომპრესორის საჰაერო ბუდესთან. შევაერთოთ ძირითადი ელექტროკვების კაბელი. შევაერთოთ წყლის მიწოდების შლანგი და შემრევის წყლის მიწოდების შლანგი. შემდეგ შემრევის ბუდესთან შევაერთოთ მანომეტრი. მანომეტრს გადამყვანი ქუროს მეშვეობით უერთებთ დუღაბის მიწოდების შლანგს, რომელსაც უერთდება დამბაჩა. დუღაბის დამბაჩაზე მივაერთოთ საჰაერო შლანგი. შაბლონის მეშვეობით დავარეგულიროთ მანძილი დუღაბის დამბაჩის რეზინის საწმიდან საჰაერო მილის დაბოლოებამდე. დავარეგულიროთ წყლის გახარჯვა წყლის მიწოდების ღილაკით ნემსისებრი სარქველის მეშვეობით. შევამოწმოთ წყლის წნევა წყლის მიწოდების სისტემიდან. სალესილე მანქანა სამუშაოდ მზადაა. მანქანის ბუნკერში ჩავყაროთ მშრალი ნარევი. ჩავრთოთ მთავარი ჩამრთველი. შემდეგ კი ჩავრთოთ ნარევის მიმწოდის, წყლის ტუმბოს და კომპრესორის ჩამრთველები. ჩავრთოთ მანქანის ჩამრთველი. დავარეგულიროთ დუღაბის კონსისტენცია სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით. მომზადებულ ზედაპირზე დავატანოთ ნარევის დუღაბი. დამბაჩა უნდა გეჭიროთ ზედაპირის პერპენდიკულარულად 30 სანტიმეტრის დაშორებით. დუღაბი ზედაპირზე იდება დაახლოებით 1 მეტრის სიგრძის ზოლებით. ყოველი მომდევნო ზოლის ცენტრი უნდა ემთხვეოდეს წინადადებული ზოლის ზღვარს. სამუშაოების დამთავრებისთანავე განვახორციელოთ სალესილე მანქანის კვანძების გასუფთავება და გამორეცხვა. შლანგების გასარეცხად საშხაპე ონკანის ბუდეზე შევაერთოთ გადამყვანი. შლანგში ჩავდოთ ამოსარეცხი ბურთულა და მივაერთოთ შლანგი გადამყვანზე. მოუშვათ საშხაპე ონკანი. გამორეცხოთ შლანგი სუფთა წყლის წამოსვლამდე. გამოვაღოთ შემრევი და ამოვიღოთ სპირალი. მის ადგილას ჩავაყენოთ შემრევის გამოსასუფთავებელი და 30 წამით ჩავრთოთ ტუმბო. მოხსნათ წნევის მანომეტრი. ავწიოთ და დავაფიქსიროთ შემრევი 45 გრადუსიანი კუთხით. გამორეცხვის შემდეგ მოხსნათ შნეკების წყვილი.